მეხუთე შვიდეულის სამშაბათს, რათა სიკვდილის დრო და მაშინ მოსახდენი პასუხისგება თვალწინ გვედგას და რომ ახლანდელი გაჭირვებები იმ მომავალი იმედისათვის შეუფერებელია. ჩემო შვილებო, ძმებო და მამებო, კვლავ გავხსნი ბაგეს და თქვენ საწინამძღვრო სიტყვას მოგცემთ, რომლის ფლობად შეუფერებლად მომენტო. ხოლო თქვენ ღმერთის მადლით უკვე სრულნი ხართ, ნაკლის გარეშე ყოვლით ურცავსენი, არ მსაჭიროებელნი მრავალი სიტყვისა, რადგან ამ მიერიდან მზად ხართ საკუთარი თავის განსწავლის. ცნებათა მაგალითებისა და მიზეზების შინაგანი შეძენისათვის, რადგან ღმერთის ცოდნა განფენილია თქვენში, თქვენს გონებაში მისი შიშის ნათელი, ცხადი და ბრწყინვალეა საღვთო საკითხავების, სახარების გადაგებისა და მშობლიური მცნებების მიერ. ჩვენი მათთან შედარება არ შეიძლება, რადგან შეუფერებელ საქმეთა და სიტყვათა გამო დაბნელებულნი ვართ. მაგრამ ჩვენი უძლურების შესაბამისად, მათთან ერთადვე გულმოდგინეებს გაგხდით, მათთან ერთადვე გაგაფრთხილებთ, მათთან ერთადვე წინ გაგიძღვებით, გიმეგზურებთ და გზის სისწორეს გიჩვენებთ, რაც არიან სათნოებები. ასევე გიჩვენებთ წარწმენდასთან მიმოყვანკლდებსა და ობსკრულებს, რომელნიც ვნებათა სიავენია. ასე რომ ნუ დაუძლურდებით, ნურც შეშინდებით, რომელთაც ეს გესმით, ნურც სულმოკლე იქნებით, რომელნიც უფალს ემონებით, ნურც ამ წუთიერი შრომის გასაჭირს დააკვირდებით და მომავალი საუკუნო სიხარულისაგან დაეცემით. არამედ ყველაფერი სულგრძელად იტვირთეთ და სიტყვები, საქმეები და შრომა მხნე დაიტანეთ. სიკეთით და უბიწოდ იცხოვრეთ, ერთმანეთის საღვთო სიყვარულით იტვირთეთ, ურთიერთს მოუთმინეთ, ურთიერთს აუცილებელ საქმეებში შეეწიეთ, რადგან მოღვაწეობაში ასეულობით წელიც რომ განვლოთ, დაუსრულებელი საუკუნეების სამარაჯამო უკვდავებასა და ბრწყინვალებას 1 საათითაც ვერ გაუტოლდებიან ისინი. ნეტარია და სავსეა სარგებლით, ვინც ამ არასანდო და სიზმრის მსგავსი მოშურნეობის ნაცვლად ნეტარი და უხსნელი ცხოვრების დაუსრულებელ სიხარულს აირჩევს. ჩვენს ხორცს ნუ შევიცოდებთ, რადგან წმინდანებამ მტრად ჩათვალეს ის და მას მოღვაწეობის მიერ ამარცხებდნენ, რადგან მისი მოსვენება სულიერი ცხოვრების მოწინააღმდეგეა. ცოტაც, 1 წუთიც და ამ ცხოვრებიდან გავალთ ძმებო, როგორც მისი მაგალითები ყოველდღე გვაუწყებენ. რადგან ჩვენი ძმები თანმიმდევრობით საფლავებისკენ მიისწრაფვიან და თითოეული სიკვდილის თითო მაგალითით საფლავისკენ მიიწევს, რადგან ცოტა ხნით ადრე წყალში დამხრჩალნი მოასვენეს აქ, 10 ერთად და კიდევ 2 ერთდროულად გავიდა. ამგვარად ობოლ და ცარიელ საქმეთაგან მხოლოდ საფლავებს უტოვებენ სახელს და ნუ თუ ჩვენ აქ მარადიულად დავრჩებით, ნურც მოხდება. საყვარელო ძმებო, როგორი საშიშია სიკვდილის საიდუმლო, როგორ გვევალება მუდამ განცდა, გააზრება, შიში და გოდება, რომ ცოტაც და ჩვენც უეჭველად აღვესრულებით. გავხედოთ და შევიგრძნოთ გონებით, თუ როგორ მოხდება სულის გაყრა ამ ჩვენი საცოდავი ხორცისაგან, ან და ღმერთის ანგელოზების მოსვლა. ნურც იქნება სათქმელი, რომ ეშმაკებისაც, რადგან ვნებებისაგან დამონებულსა და ჩაძირულს ეს ბოროტებაც დაემატება. შემდეგ კი საშიშ სახეებს დავინახავთ და საზარელ ხმას გავიგებთ. გამოდი სულო, მოდი და შენი საქმეების გამო პასუხი აგე, რაც ამ ცხოვრებაში გიკეთებია. ფიქრობთ სულის გაყრისას, როგორი ტკივილი და როგორი სიმწარეა. მაშინ კეთილი საქმეები და უდანაშაულო გონება დიდად შემწია. მაშინ მორჩილება გაცხადება, სიმდაბლე შემწყნარებელი იქნება და ცრემლები მსაჯულს მოწყალეს გახდიან. ეშმაკებს დიდი მოწყალება სძლევს და ყველა საქმეში მოთმინება შეეწევა. მოწინააღმდეგეები ცარიელნი, შერცხვეულნი და ხელმოცარულნი გაბრუნდებიან. მხოლო მზად მყოფნი ქრისტე მაცხოვრისკენ ანგელოზებთან ერთად სიხარულით აღისრბოლებენ. მაშინ სულს ბოროტი შიში შეხვდება, თუ კი ცოდვისგან შეპრობილი აღმოჩნდება, რადგან მას უკეთური ეშმაკების ძლევენ და საცოდავს თავისთან ჩაიყვანენ ჯოჯოხეთის წვდიადის სიღრმეში და ტანჯვის უბსკრულში. ამის შემდეგ სულისათვის სასარგებლო განარა იქნება. ამიტომ ჩვენი სულები აქვე დავიხსნათ, საკუთარი თავები გამწმინდოთ, ძვირფასო ძმებო, ღმერთისგან ჩვენი გამყოფი ნურაფერი იქნება, ნურც შრომა, ნურც ტკივილი, ნურც ჩვება, ნურც ფუფუნება, ნურც სხვა რაიმე კეთილად საფიქრალი. არამედ თუ კი ჩვენთვის ყოველდღიური სიკვდილი საჭირო იქნება, მადლიერებით მივიღოთ და ზეციური ქვეყნის ამ ფიქრებით ვიცხოვროთ. სხვისი ნურაფრის შეგვშინდება, საშიშარ ღმერთზე მეტად, ნურც ადამიანის, ნურც მხეცის, ნურც მახვილის, ნურც ცეცხლის, ნურც ზღვის, ნურც სხვა რაიმე საშიშად საფიქრალის, რადგან ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და ამ ყველაფრის ბატონად და მეფედ დადგინდა. ჩვენი იქვე დაბრუნებაა საჭირო, საიდანაც გამოვიდევნეთ და ანგელოზთა თანაბარი არსებობა დაგვაკლდა. ამის გამო კეთილი იმედი მაქვს თქვენთვის.
ხოლო არა მარჯვენა მხარე ჩემთვის, რადგან ვხედავ ჩემი ცხოვრების დაუცლურებას, წინამძღვრობის უღირსობასა და სულის ზიანს, მაგრამ რათა სიზარმაცისა და თქვენს სულებზე უნაღვლელობის გამო სრულად არ დავდანაშაულდე, ამიტომ მუდამ გაღვიძებთ, გაფხიზლებთ. გმოძღვრავთ, რჩევით და გვერდში დგომით გასწავლით, ჩემი ძალის შესაბამისად გაუწყებთ და სიხარულს და შვებას გიცხადებ. თქვენთვის გამზადებულ ამ სიკეთეებს, რათა მეც შეწყნარებული აღმოჩნდე. თუ კი მხოლოდ მხნეები იქნებით, თუ კი მხოლოდ არ დაუძლურდებით და საკუთარ ნებას სრულად მოიკვეთ, რადგან იმოქალაქებთ რა ამგვარად ცოცხლები იქნებით, თუმცა არ იცხოვრებთ, იკვებებით, თუმცა არ შეჭამთ, თუ ამ ქვეყნად დადიხართ და არ ხართ ამ ქვეყნად. ამგვარად ვლოცულობ და ღმერთს თქვენს დაცვას ჩემი მამის ლოცვით ვევედრები და თქვენს თქვენი ლოცვა უხვად მომივლინეთ მე. ყველაც გევედრებით ღვთის რჩეულები, მორჩილები, უტყუარნი და ჩვენს ადრინდელ მამებთან თანამცხოვრებნი გახდით. დოსითეოსთან ერთად დაიბანაკეთ, აკაკისთან ერთად იქადაგეთ, ზაქარიასთან ერთად იხარეთ და რათა მოკლედ თქვა, ყველასთან ერთად რომელთა მსრელობასა და ცხოვრებას შედგომილ ხართ და იშურებით, რადგან მწამს, რომ როგორც თანამოქალაქენი და მსგავსნი თავიანთ სავანეში მიგიღებენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე, თანამ მამით და სულით წმინდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.